მოგესალმებით გვაჯაჯიებო, ფანჩუჩიებო, ქუჩეჩიებო, გურბეტიებო და ოზდეგირ ერდოღან ინკორაიებო. დღეს ვისაუბრებთ თურქულ ფსიქოდელიურ როკზე, ფოლკლორზე, პოპ-ნარევ ფიუჟენზე, რომელსაც ყველაფერს ერთი ქოლგა ტერმინი ანატოლიან როკ, ანუ ანატოლიური მუსიკა, თურქული, როგორ დავარქვათ, თურქული როკ ფოლკი? ხო, რაც პოპურია მოკლედ ყველა ჟანრის ალბათ შეგვიძლია ვთქვა და ერქვეს ანატოლიური თურქული მუსიკა. ანატოლიური თურქული მუსიკა. არ ვიცი, ანატოლიური თურქულს ავტომატურად ნიშნავს თუ არა, მაგრამ ანატოლი ერთადერთი ჩემი მკვდარი მეზობელი მახსოვს. დღეს ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა ეპიზოდში, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც ფუძე ჩაუყარეს ამ კონკრეტულ განშტოებას მუსიკის. როგორ მოხდა განვითარება, საიდან წამოვიდა, რამ შეუშალა ხელი, რამ განაპირობა მათი, ასე ვთქვათ, გავარდნა და პედესტალზე დაყენება. შემდეგ ისევ დაშლა და შემდეგ ისევ აღმოჩენა და ახაც პოპულარობას, ასე ვთქვათ, არ უჩივის. ხო. ძალიან ბევრი ბენდია, ვინც ამ ჟანრში თავიდან დაიწყო ახლებურად და დღევანდელი ტექნოლოგიებით ანატოლიური როკის კეთება. და ხშირად ვახსენებთ ამ ტერმინს ანატოლიურ როკს და არ მინდა რომ იფიქროთ, რომ აი წმინდა როკზე არის საუბარი, ანატოლიური როკი ცოტათი განსხვავებული არის. მაგიტომაც ქვია ანატოლიან როკ, რომ ეს არის რაღაც ფიუჟენ, ნარევი, ჰიბრიდი არის, ხო. ხო, ჰიბრიდ ჟანრი არის, რომელიც მოიცავს თურქულ ფოლკლორს და მთელი იდეაც ეგაა, რადგან ცოტა ხანში ვისაუბრეთ. ვფიქრობ, რომ სწორი იქნება ამ ჟანრზე საუბარი დავიწყოთ აშიქებით, რომლებიც იყვნენ თურქი წერლები, წერდნენ პოემებს და პროფესიონალურად ასრულებდნენ მუსიკებს ბაღლამით, ესე ვთქვათ. ბაღლამა არის თურქული ნაციონალური ინსტრუმენტი, რომელიც ძალიან გავს ფანდურს, რაღაც ფანდურს. ხო, აქვს დიდი სუქანი ტანი და წვრილი გრიფი. იმ პერიოდში აშიქებს ხშირად შეხვდებოდით ჩაის სახლებში, ბაზრობებზე, ხშირად ერთმანეთს ეპაიქრებოდნენ მოკლედ ლექსებით და მუსიკებით. ძირითადად, ასე ვთქვათ, ჩანაწერის სახით ეს არ არსებობს, უფრო ზეპირ ვიდეოს. უფრო ზეპირ სიტყვიერი პოემები იყო და ხო, ყველაზე ცნობილი აშიქი იყო აშიქ ვეისელი, რომელიც 7 წლის ასაკში დაბრუნდა ჩუტყავილით. ცნობილი იმით იყო, ძალიან ბევრი პოემა აქვს დაწერილი, გაწრული. დაწერილი ვერ იქნება ფიზიკურად, ნამღერი მოკლედ და მე სხვებმა ეს რაღაცნაირად ჩაიწერეს ხელით. მეზობლებმა, ისაც basic ადამიანური თვისებები გაჩნდა, როგორც არის ხედვა და წერა. შემდეგი გაჩერება მოკლედ არის 1955 წელი, როცა თურქულ კინოთეატრებში გადის ფილმები ელვის პრესლის მონაწილეობით, ასევე ბილ ჰეილის და ეს არის რაღაც პირველი დასალური ტალღა, რომელიც შემოვიდა თურქეთში, ალბათ ვინც შეიძლება მაგ პერიოდში გაგახსენდეს, არის ერკინ ქორაი, რადგან იმ პერიოდში ეძახდნენ, რომ აი თურქი ელვის პრესლი იყო პირველი ნაბიჯები სწორედ მუსიკის განვითარებაში და ანატოლიურ როკში სწორედ მას მიუძღვის და ერთ-ერთი პიონერია მოკლედ ამ ჟანრში. ხო, ცნობილია ეგ ფაქტი, რომ 50-იანებში დაიწყო ერკინ ქორაიმ მუსიკის კეთება. ხალხი მოიხსენიებს როგორც ზედმეტად პრეტენზიულს, ძალიან მომთხოვნს და ბევრი ისტორია არსებობს, როდესაც ერკინ ქორაიმ თავისი ბენდიდან ვიღაც ერთ-ერთი წევრი გააგდო, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოწონდა მაგალითად როგორ უჭერდა ხელს გიტარას ან როგორ გამოსცემდა ხმას და ამ შემდეგ ერკინ ქორაის ჰქონდა თავიდანვე ხედვა, სწორედ მაგიტომაც აქვს ეგ რაღაც ნათლი მამის სახელი ანატოლიური როკისთვის, რომ ეს ზედმეტად მომთხოვნი იყო გამომდინარე იქიდან, რომ თავისი ხედვა ჰქონდა, რომელიც უნდოდა რომ აი ერთ-ერთში დაეჯინა. და ცოტა ხანში ერკინ ქორაიზე კიდე მოგიყვებით საინტერესო ისტორიებს თუ რა დონემდე მივიდა ტიპი, რომ თავისი ოცნება და თავისი ხედვა რეალობამდე მიიყვანა. ერკინ ქორაი ასევე აკეთებდა ელვის პრესლის ქავერებს და ამ პერიოდის შემდეგ უკვე როცა დიდი ზოზის შემოვიდა თურქეთში ბიტლზების, როლინგ სტოუნსის და აიკონიკ ჯგუფების მუსიკა, ალტინ მიკროფონი ჩამოყალიბდა ესეთი რადიო კონკურსი. გაზეთი იყო ესეთი ქურეითი, რომლის ინიციატივა იყო, რომ იმ დროინდელი თურქი პროდიუსერები ვინც იყვნენ, მოკლედ გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ ესეთი ფესტივალი, სადაც მუსიკოსებს მოიწვევდნენ
მაგრამ ისინი იმღერებდნენ აუცილებლად თურქულად ან თურქული ინსტრუმენტალით რა. იღებდნენ დასავლურ მუსიკას, შემდეგ ადებდნენ ან თურქულ ინსტრუმენტალს, ან მღეროდნენ თურქულად და შემდეგ ჟიური აფასებდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენდი და ასევე პიონერი ამ ჟანრში მოღულარებიც ამ კონკურსიდან გამოვიდნენ, ესე ვთქვათ. ჯემ კარაჩაც მანდიყო, მგონი და ისიც რა ქვია, ბარიშ მანჩოც. ეს აღნიშნავს, რომ ეს კონკურსი მოიგეს ან რაღაც, უბრალოდ მონაწილეობდნენ და ცდილობდნენ, რომ თურქულად შეუსრულებინათ. ხალხისთვის ნახებიათ, რომ ნახე ესეც შესაძლებელია რა. თურქული ოქროს ხანა შეგვიძლია დავიწყოთ დაახლოებით 1970 წლის შემდეგ უკვე, იმიტომ რომ იქამდე რაც კეთდებოდა ძირითადად არტისტები ან სკოლაში იყვნენ და სკოლის პროექტებში იწყებდნენ რაღაცების კეთებას, ან ზედმეტად პატარები იყვნენ იმისთვის, რომ სერიოზულ დონეზე დაეწერათ და უშოთ მუსიკა და გამოიშვათ ალბომები და აი 70-იანების შემდეგ, უბრალოდ 1970 წლის შემდეგ უკვე წამოვიდნენ ისეთი სერიოზული არტისტები, ისეთი ორიგინალური ალბომებით, როგორებიც არიან ბარიშ მანჩო, ვინც ვახსენეთ ერკინ კორაი, ჯემ კარაჩა, კუკარაჩას ძმა და მოგოლარსი, თუ მოგოლარსი, სელდა ბახშანი და ასე ხო, სელდაც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ ქალი პიონერი თურქი ანატოლიური როკის წარმომადგენელი იყო. არ არის ბევრი ვაფშე. შეგვიძლია ახლავე დავიწყოთ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ოქროს ხანა რეალურად ეს ადამიანები არიან და რამე პატარა ისტორიები რაც გვაქვს, საინტერესო რაც იქნება. კი. რადგან სელდაზე გავჩერდით, სელდა იმდენად პოლიტიკური იყო და იმდენად უტევდა იმ დროინდელ რეჟიმს და მთავრობას, რომ ყოველთვის პრობლემები ექნებოდა, ეს იყო თავიდან ჯარიმები, შემდეგ უკვე ისეთ დონეზე მივიდა, რომ შემითხარი 5 თვე იჯდაო, ხო? 5 თვე ჯამში, სხვადასხვა პერიოდში. ოკეი. საბოლოოდ უკვე ისეთ სიტუაციაში მოხვდა ეს ქალბატონი, რომ ყალბი პასპორტის გაკეთება მოუწია, თუ დაიღწია თავი ამ რაღაც ძებნების და კაროჩე შეიძლება ვიღაცას მოეკლა ალბათ. რამდენიმე დიდ ფესტივალზეც ვერ ჩავიდა, მათ შორის იწვევდნენ ბრიტანეთში, მაგრამ იმის გამო რომ უბრალოდ პასპორტი არ ქონდა და ქვეყნიდან გასვლა არ შეეძლო, ვერ მოხდა. ასევე ძალიან დიდი ცენზურის ქვეშ იყო, მაგრამ მისი პოპულარობა ამან არ შელახა, იმიტომ რომ ესე ვთქვათ underground-ში მაინც უსმენდნენ, ჩალდებოდა ვიდეოები. კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა და სელდას ამ ხრივ ჩემი საყვარელი ტრეკი არის იაზ გაზეთებში იაზ. წერე გაზეთო წერე. ხო. არა. წერეთ გაზეთებო წერე. არა. წერე ჟურნალისტო წერე. ჟურნალისტ ხო, იმიტომ რომ ჟურნალისტების დისია. გაზეთებში ხო. ხო. ალბათ ჟურნალისტები, მეგაზეთები. მეგაზეთი. წერეთ ჟურნალისტებო, ან წერეთ გაზეთებოც რა, იმიტომ რომ ჟურნალისტები მაშინ გაზეთებში წერდნენ და სელდა იმდენად განსხვავებული იყო. იმიტომ რომ არის მაგალითად ნურ იოლდასი და კიდევ რამდენიმე ქალბატონი, რომელიც უფრო ჰარმონიულად მღეროდა და სელდას გააჩნდა ალბათ ის რაღაც პატარა ნიშა, რომელიც ჰქონდა მაგალითად უჩიურელს, ან ჰქონდა ბარიშ მანჩოს, ან ჯემ კარაჩას, ან ყველა სხვა რაღაც თავის განსხვავებული ჰქონდა და სელდას კონკრეტულად ამ ტრეკში, იაზ გაზეთებში, იაზში საერთოდ აცდენილი არის შენ მოლოდინს, იმიტომ რომ მე ხა თურქული არ ვიცი, მაგრამ რო იწყებს რომ ამუშტარა გუნდელიანას, ჯიგინგორო ჰუნდერიაშნას და მე აი მესამე წინადება რომ მოდის ჯუგურმარა ჯუგურდანანანარა გუნდან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 ан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 an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 
ზუსტად ამ გაზეთებს და ჟურნალისტებს აკრიტიკებს, აჯვამდა, მოდი ვთქვათ. ხო. უცენზუროდ, რადგან სელდა სცენება იყო ხომ. მოდი ისიც ვთქვათ, რომ მამამისი მოკლედ ომის ვეტერანი იყო და ბავშვობიდანვე ქონდა სელდას ეს პროტესტის გზნობა. ერთ-ერთი მთავარი ალბომი, რომელსაც ქვია სელდა, self-titled ისევ. ამ ალბომის შემდეგ ხალხმა მას უწოდა როგორც თურქი მეწამული ქალის ხმა, იმიტომ რომ თუნდაც მაგ ტრეკშიც იგზნობა თუ რამდენად ემოციურად მღერის და როგორ აწუხებს ეს ინტერვიუში ამბობდა, რომ შეუძლებელია მოკლედ ამ ჟანრში იყო მართალი თუ რამე არ გტკივა, არ აპროტესტებ და ეს პოლიტიკური უკმაყოფილება სწრაფვა იმისკენ, რომ ხალხს აღუძრა პროტესტის გრძნობა, ასევე ახასიათებს ჯემ კარაჩასაც და იგივე კატეგორიაში გავიყვანდი, შეიძლება ეგრე ძლიერად არა როგორც სელდას. თუმცა ცნობილი არის ჯემ კარაჩაც მსგავსი ტრეკებით. აკრიტიკებდა მთავრობას,
ჩინოვნიკებს და ყოველთვის ესე ვთქვათ ხალხის ხმას გარდაქმნიდა ან მუსიკად ან ალბომად ან რაღაც მსგავს კომპოზიციად. ბარის მანჩოზე უეჭველი უნდა ვისაუბროთ გამომდინარე იქიდან რომ ბარიში ხო ეგრე ვთქვათ ბარიში იყო ბავშვობიდანვე მიდრეკილი იმისკენ რომ მუსიკა ეკეთებინა 15 წლის იყო მგონი როდესაც უკვე სერიოზულად მოჰკიდა ამ საქმეს ხელი შემდეგ თურქეთიდან წავიდა ისწავლა როგორც მახსოვს საფრანგეთში და შემდეგ უკვე აი მიმოსulis პერიოდებში ბელგიელი ქალიც კი გაიცნო რომელიც მოდელი იყო მარია კლაუდი შემდეგ თურქეთში წაიყვანა და ცოლად მოიყვანა რასაც ამავდროულად დაუბრუნდებით სამომავლოდ თუ როგორი ხანმოკლე აღმოჩნდა მათი როგორი ხანმოკლე აღმოჩნდა მართლა მათი ურთიერთობა გამომდინარე მისი ერთ-ერთი ბენდის წევრის ჩართულობიდან გამომდინარე ხო ბარიშ მანჩო ბევრად უფრო ფსიქოდელიური იყო ვიდრე ნებისმიერი სხვა არტისტი თავისი ჩაცმულობიდან დაწყებული თითოეულ ხელზე რო განსხვავებული ბეჭდები ეკეთა ალბომის ყდებიც ხო ალბომის ყდები ყელსაბამები ვიდეო რომელსაც უშვებდა თავისი სინგლისთვის ეგ ვიდეოს აი დონენჩეს ვიდეო რო ნახოთ და მაგალითად ჯემ კარაჩას ერთ-ერთი პოპულარული ტრეკი რო გახსნათ სადაც უბრალოდ რაღაც ქუდი ახურავს და ხელებით რაღაცებს აკეთებს ანუ ეგ აი ბაზარი არ არის შენი რაღაც თეატრალური გამოვლინება არტისტული მაგრამ ბარიშ მანჩო იყო რაღაც შორს მჭრეტელი ზედმეტად ტვინ გახსნილი თუ არ ვიცი ხო აი 2023-ზე ცოტა ხო ეგეც ერთ-ერთი ალბომი გამოუშვა 2023 როდის 70 რომელსაც არ მახსოვს 70-იანებში ხო მოკლედ 2023 ნუ სამწუხაროდ ბედმა არ არგუნა ის ბედნიერება რომ თვითონ შეხვედრილიყო 2023-ს და თავისი წინასწარმეტყველება რაც ამ ალბომში ჩადო ენახა რამდენად რეალური გახდა ბარიშ მანჩო წაგვართვა სამყარომ აი ხო გიოსება და ხოსმენდა ხო გტკივა რომ წავიდა აღარა გტკივა რა საწოვიდა კაიფში გამარებოდა საწოვიდა იმით არ მოგდებოდა შიმშილით კაიფში არ მოგდარა ბარიშ მანჩო გარდაიცვალა 1999 წელს ხო ეგრე კი ბატონო ტიპი რამდენად ქაჯი იყო თურქეთიდან წავიდა ინგლისში ხო და მივიდა ინგლისში იყო კანეს ფესტივალი იყო რა ძველი სადაც ჯონ ლენონი იცოდა რომ იქნებოდა. არჩი გამოიმწყდია ეს ჯონ ლენონი სადღაც, მიაკითხა იქ და აბა ჯონ ლენონო ბიჯო. აგერო მოდი ვერ წუთიო მოусმინო მარტიო თავისი ჩაი, თავისი კაბაბი რა. ხო და მოასმენია თავისი ტრეკები და ჯონ ლენონს იმდენად მოეწონა და დააინტერესა რომ ერკინ კორაი მიიწვია თავის ოთახში. კი, ჯონ ლენონი მოდი ვაგერ ბიჯები ვაგერ რასაც კაბაზი გვაქვს ნახიზიო და ცოტა არაყი დოქტორს ხო და ერკინ კორაი მოკლედ დაპატიჟა თავისთან სადაც ერკინ კორაი კიდევ ასმენინებდა უკრავდა უყვებოდა სხვა ტექნიკებს თუ როგორ რა გაეკეთებინა და კონსპირაციული თეორიის დონეზე თუმცა რეალურ ფაქტებზე დაფუძნებით შეგვიძლია მიხვიდე ანუ ერკინ კორაის მუსიკას რომ მოусმინო ჯონ ლენონის იმ შეხვედრის შემდეგი რამდენიმე წლის შემდეგ რომ ჯონ ლენონმა გადაწყვიტა ცოტა განსხვავებული მუსიკა გაეკეთებინა და ეს ცოტა ფსიქოდელიური რაღაცები გაერია უკავშირდება იმას რომ ერკინ კორაიმ ემთხვევა ხო მაგ პერიოდს ერკინ კორაიმ მისცა ეგ სპარკი რა ტექნიკური პრობლემები გვაქვს პატარა ჩეფა მეგობრებო კონსპირაციის არ იყოს შუქმა რაღაც ნუ ეს დაგვიბრუნდა მარტივია კიდევ საინტერესო ფაქტი ის არის რომ ერკინ კორაი გადაიკვეთა როლინგ სტოუნსთან ერთად ხო კუმირი იყო ერთ-ერთი და ხო ამათაც ესე მიადგა თავის ტრეკები მოასმენა ისინი რაიო წამოდი ვერ დაუკარიო კიდე და Painted Black-ს იძახიან რომ ერკინ კორაის ინსპირაციით არის დაწერილი ну არ ვიცი ხა ეს მიიღეთ ვინც როგორც გინდათ ისე მიიღეთ ყველამ ჩვენთავს მიიღეთ Pinch of Salt-იო რო იტყვიან ეგრე მიიღეთ მოკლედ და ერკინ კორაი როგორც ჩანს და როგორც ხვდებით ამ წირი ინფორმაციიდანაც
ზედმეტად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ანატოლიურ როკში. ხო და ალბათ ცდილობდა თვითონაც ალბათ სწორი მიდგომა იყო, რომ ეს ფარგლებ გარეთაც გაიტანა და არ ჩარჩენილი იყო მოკლედ მხოლოდ თურქეთში ეს ჟანრი და მისი შემოქმედებაც. Golden Age-დან უნდა გადავინაცვლოთ ამ ჟანრის დასასრულისკენ, როცა ეს პრაიმი ნელ-ნელა უკვე ქრება და ამის მიზეზი არის 1980 წლის გადატრიალება, რომელიც გენერალი კენან ევრანმა და სამხედრო ძალამ მოახდინეს ერთად და ხელისუფლება ჩაიგდეს ხელთ. სექტემბერს. კი ბატონო, 12 სექტემბერს მოხდა ეს ყველაფერი. და ამას მოყვა ძალიან დიდი რეპრესიები, დევნა. ზუსტად ამ პერიოდში დაიჭირეს ისევ სელდა, ბევრ არტისტს მოუწია ქვეყნიდან წასვლა, ზოგი უბრალოდ გაჩუმდა და არჩია რომ არ გაეგრძელებინა მისი კარიერა. ეს ყველაფერი გაგრძელდა დაახლოებით კიდევ 10 წელი. არაბესკა იყო უკვე მაგ პერიოდისთვის რაღაც მთავარი ჟანრი და ასევე თურქული კლასიკური პოპ მუსიკა, ასე ვთქვათ, რაღაც რბილი საცეკვაო მუსიკა ჭარბობდა უფრო ხშირად. 1938 წლიდან დაბლოკილი იყო ეს მუსიკა, მაგრამ არსებობდა რადიო ქაიროს ხმა, სადაც მაინც უშვებდნენ არაბესკას ჟანრის მუსიკას. პოპულარობის გამო უკვე უაზრო გახდა მოკლედ ამის შეზღუდვა და შემდეგ ისევ აღდგა მოსმენა ლეგალურად ამ ჟანრის. ვინილი მაქვს მაგათი სხვათა შორის. მართლა? არაბესკის. ხო, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტისტი იყო, ეხავე გეტყვით, იბრაჰიმ ტატლისესი არაბესკას მხრიდან, ხოლო თურქული პოპის მხრიდან ესეთი მანდილოსანი სეზან აქსუ, რომელმაც აქსუ, ხო, ალბათ შუ. სეზან აქსუ, რომელიც იფრობდა იმდროინდელ თურქულ სცენას. ხო, რაღაც ეშმაკურმა ძალებმა და პოლიტიკურმა რეპრესიებმა შუქი გაგვიტიშა. შესაბამისად, განათებაც არ ჰქონდა, დაგიბრუნდით თავიდან და გავაგრძელებთ საუბარს უბრალოდ იმ სამხედრო გადატრიალების შემდგომ პერიოდზე. კი. და მინდოდა ის დამემატებინა უჩიურელზე 1980 წელს, როდესაც ეგ მოხდა, გაიწვიეს ჯარში სამივე ძმა უჩიურელი, სამი ძმები იყვნენ, რომლებსაც საკმაოდ განსხვავებული და დღემდე კლასიკად აღიარებული ანატოლიური როკის ალბომები ჰქონდათ გამოშვებული და ნუ როგორღაც ისე მოხდა, რომ ბიჭებიო დავაი თორდი. სვიშამი ჯანზე ხართო და აგერ დაიკავე ავტომატი და თუ შეიძლება ქვეყანას მიხედავს. მოკლედ ესეთი ცუდი პერიოდი მოუწიათ მუსიკოსებს, ბევრი ბენდი დაიშალა, ბევრმა მუსიკოსმა მიატოვა მუსიკის კეთება, თუმცა იმ რაღაც 10 წლის შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი დაალაგდა, თვითონ უჩიურელიც კი მოუბრუნდა მუსიკას. სამივე ძმა ერთად შეიკრიბა 96-ში გამოუშვეს ალბომი, რომ ხალხისთვის ენახებიათ, რომ ნახეთო ისევ შეგვიძლია მუსიკის კეთებაო და კი კარგი იყო, თუმცა ეგეთი გამოხმაურებაც აღარ მოხდა გამომდინარე იქიდან, რომ 20 წელი იყო დაშორება, ხო, ჩავლილი ქონდა თავის ანატოლიურ როკს თავისი მოჭმული ქონდა ესე ვთქვათ უკვე. აქვე ვახსენოთ სემპლების ნაწილიც, რაც პირადად ჩემთვის სიურპრიზი იყო, იმიტომ რომ არ მეგონა რომ ჰიპ-ჰოპ არტისტები და ანატოლიური როკი დამერჯილი იქნებოდა ერთმანეთთან რა. თან ისეთი ცნობილი არტისტები, როგორც არის Mos Def, Dr. Dre და Action Bronson. Mos Def-ს აქვს ის ალბომი, რაც ვახსენეთ, Zelda ალბომი. Zelda Inch ესეთი ტრეკია, რაც ნიშნავს ნიშნავს ნელა მშვიდად მოკლედ. ასეთ ეს ტრეკი აქვს მოკლედ დასემპლილი 2009 წლის ტრეკში Super Magic. და Dr. Dre-საც აქვს იგივე სემპლი აღებული, ოღონდ რა თქმა უნდა მისი პროდიუსერები. კი. Action Bronson-ს როგორც აღნიშნე 2012 წლის ტრეკში The Madness. ოღონდ არ ვიცი რა ტრეკი ექვია. Kopruden geçti gelin. ეს ტრეკი ქონდა დასამტი. აიღო და სიმოჭეიც. კი, Bronsons მე მგონი ორი ტრეკი აქვს, რომელშიც თურქული სემპლია გამოყენებული, მეორე სემპლს ვერ ვიხსენებ უბრალოდ სახელს, მაგრამ ხო, აი ზუსტად ის ფსიქოდელიური მონაკვეთი, ის გიტარის რიფი, აი ეგ აქვს დასემპლილი. ესეც
სემპლური დამსახურება იმ პოპულარიზაციაში, რაც ანატოლიურ როკს მოყვა იმ ყველაფრის შემდეგ რა 90-იანების შემდეგ. 90-იანები კი არა, მოდი ვთქვათ უკვე 2000-იანების შემდეგ. ამავდროულად ამ ყველაფერთან ერთად გამოჩნდნენ სხვადასხვა რეკორდ ლეიბლები, გამოჩნდნენ მაღაზიები, რომლებიც თავიდან აკეთებდნენ ვინილის პრესებს და უშვებდნენ re-release-ებს, კლასიკურ ალბომების, როგორც იყო მაგალითად ბარიშ მანჩოს ალბომები, ჯემ კარაჩას და ასე შემდეგ. სანამ ამას ვიტყვი, აუცილებლად ვახსენებ კიდე იმას, რომ ზოგჯერ ხდებოდა ესე ვთქვათ დაჯგუფებების მიერ ძველი არტისტების შეკრება და დაჯგუფებების მიერ ალბომის გამოშვება, compilation ალბომები დავარქვათ, ოღონდ ეს compilation-ი არ იყო უბრალოდ ძველი ტრეკები წამოიღე და მოდი ჩავყავოთ ალბომში. ხელახლა ჩაწერა ხდებოდა ამ ყველაფერს. ეხლანდელი ინსტრუმენტებით, ნორმალური მიკროფონებით, კარგი mixing masteringით. მიუხედავად იმისა, რომ კარგი ხარისხია, მაინც სტრანადისმინება ხორადაც. მაინც ძველი მირჩევნია. ის თავის განსხვავებული ნიშა და ის პეცი თუ რავი რასაც დაარქმევი რა, მოკლედ ჟღერადობა 70-იანების ბევრად უფრო კარგია სონიკურად ჩემთვის, ვიდრე ის 2000 წელს რაც მოხდა კონკრეტულ compilation ალბომზე, მაგის სახელსაც ვერ ვიხსენებ. კიდევ ვახსენებ აუცილებლად ალტინგუნს. ალტინგუნი ხო, თანამედროვე ეპოქაში მოკლედ ერთ-ერთი ბრწყინვალე ჯგუფი და მე როგორც წავიკითხე, არ ვიცი რამდენად სწორია და ალბათ სწორია. ტყუილად უნდა მეკითხა. გრემიზე იყო ნომინირებული, რა თქმა უნდა, არ აუღია არანაირი ჯილდო, უბრალოდ მგონი წლის ალბომად იყო ნომინირებული ეს ჯგუფი. სინგლი იყო, რომელიც გაუვარდათ 2018 წელს KEXP-ის ლაივები რო ლაივ სეციები KEXP-ის მან იყვნენ კიდე გოლე რაღაც ქვია მაგ ტრეკს, მაგასაც მოვიხსენებ. ექსკიუზე მო არა. ალტინგუნის დაარსების ისტორიაც საკმაოდ საინტერესოა. გამომდინარე იქიდან, რომ ჯესპერი, რომელიც არ არის რაღაც ჰორორ ფილმის სათამაშო, ეს არის ნიდერლანდელი მუსიკოსი, რომელმაც 2015 წელს თურქეთში მოგზაურობისას აღმოაჩინა ეს რაღაც ფსიქოდელიური ვინილები და ვავა ბიჭო იგივე რომგარი მუსიკა ყოფილა სიმონა და წავიდა თავის ქვეყანაში. იქ თავის რამდენიმე მეგობარს დრამერს გიტარის მოკიდა ხელი შეიკრიბნენ, დაიწყეს თავიდან ქავერები, შემდეგ უკვე რაღაც თვითონ ინტერპრეტაციული ვერსიები გაუშვეს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამას აკლდა რომ ეს ხორცი შეესხათ ამ სკელეტონისთვის იყო ვოკალისტი. და ვოკალისტი რანაირად ეყოლებოდათ ვიღაც ნიდერლანდელ ტიპებს და კაროჩი ტიპმა ესეთი რაღაცი ჩალიჩა რა. Facebook-ის ან marketplace-ზე არ Facebook-ის რეკლამა გაუშვა, სადაც ამბობს რომ გვჭირდება თურქი ქალი მომღერალი, რომელიც შეასრულებს ამადამ ძველ სტილში ახლებურ ვერსიებს. აშიქების გადმონაშთს. ხო. ორი ადამიანის გამოხმაურება მოყვა, პლაკატებსაც კი აკრავდნენ ქალაქებში და არდა გივლერის და რეალში წავიდა ჩოში, თურქულ მაღაზიებში ეს პლაკატები მიქონდა. კავშირი თურქისადმე თუ იყო, ქუჩაში მათ ხო არ იცოდნენ თუ აგერო ბიჭო. მე შაურმებს აძლევდნენ. და იპოვეს ორი ადამიანი. ერთ-ერთი დღემდე მათი ვოკალისტია. არდა გივლერი და ეს რა ქვია, ილკაი, კიტოკაი. ამ გოგომ იმ ხელა სიცოცხლე შემოიტანა ბენდში, თან გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვობიდან მამამისი ასმენიებდა იმ ძველ ტრეკებს, ძველ ალბომებს და თვითონაც დიდად დაინტერესებული იყო ამითი. და როგორც კი ამ ბენდში მოხვდა, ალტინგუნი ერთად შეიკრა, დაიწყეს თავიანთი ტრეკების გაკეთება და აი ტიპებმა როგორც კი სინგლი დააგდეს და სადღაც ლაივზე გაუშვეს იქ YouTube-ზე დადეს, ვიღაცებს უთხრეს რომ აგერო ამას ვაკეთებთო და ნუ KEXP-ის ლაივის შემდეგ ხო უკვე ნორმალურად პოპულარულები გახდნენ რა. ძალიან კარგი ხედვა იყო და ძალიან პატარა დროში, ან 15 ტიპი წავიდა თურქეთში, 16-ში დაიწყო ძებნა ვოკალისტის და ვოკალისტი როგორც კი იპოვა, აგერ 1-2 წელი და ეგრევე პოპულარულები გახდნენ და სხვათა შორის ძალიან კარგი ალბომები აქვს. კიდევ ერთი ვინც მახსენდება, ახლა არის უჩიურელი და უჩიურელი, სულ ამას უჩიურელს ვახსენებ, სამი ფიურელ რასაც აწერია, ეგ არის მოკლედ 2013 წლის ფრანგულ ფილმში იყო გამოყენებული მათი ერთ-ერთი პირველი ტრეკი და 1965 თუ 7-ში გამოსული ტრეკი.
და ვიღაცა ფრანგმა რეჟისორმა მიაგნო სადღაც ამ უჩიურელის ძველ ტრეკს და ეგ გამოიყენა, რომელსაც საკმაოდ ბევრი ნახვა აქვს. სანამ მეგობრებო გიორგი თვალს გადაავლებს მის აბნორმალურ რაოდენობით ინფორმაციას, მინდა ორ რაღაცაზე ვისაუბრო. ერთი, თუ მოგწონთ ჩვენი ხმა და აუდიო ჩანწერის ხარისხი, ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენი მიკროფონები არის დაშენებული პირდაპირ ოპერატიულ მეხსიერებაზე, რაც კიდევ უფრო დიდ საშუალებას აძლევს. ესენ რუიანებია ჩემო მეგობრებო, დედე როთხებია. DDR. ამათი ფასები ისე გაიზარდა რომ და მეორე რაც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, იქნებ ვიღაცებმა გამოწერს დააჭიროთ. რა ვიცი 120-ს იქნებ გავწდეთ, ხო არ გაასწორებდა რაღაც. რაღაც მომენტში გამისწორდებოდა, აი 200 subscriber-ი გამისწორდებოდა. 180 იყოს. ახლა კი გადავალთ ანატოლიური როკის ჩვენ ფავორიტ ალბომებზე. როგორც იცით, სამ ალბომს განვიხილავთ თითოეულ პოდკასტში და საბოლოოდ შეიძლება რამდენიმე honorable mention-ებიც ვქნათ, იმიტომ რომ მე მგონი ყველაზე რთულად ასარჩევი ჟანრი იყო ალბომების ხო. შევჯერ შევცვალეთ მგონი ჩვენი ტოპები. მეც თავიდან რაღაცები მოგწერე 2-3 ალბომი, რომელიც საერთოდ ამოვაგდე მე და სხვა ალბომები ჩავსვი. ფაქტაში. ჩვენი Spotify-ს პლეილისტიც შეგიძლიათ იხილოთ, რომელიც აღწერაში იქნება და კიდევ ერთი მაუწყებელი იმისი, რომ ძალიან შეგვიყვარდა ეს ჟანრი, ის არის რომ პირველი პლეილისტია, რომელშიც 150 ტრეკამდე ავედით. კი ბატონო, გიორგი შემოგთავაზებს თავის სამეულს, მის სამაიას. შეგვიძლია გადავიდეთ პირველ ალბომზე, ეს არის სელდა ბახჩანი, უკვე აღნიშნული და მისი ალბომი სელდა, რომელიც გამოვიდა 1976 წელს. ძირითად შემთხვევაში სელდა გადმოსცემდა მაინც აი ამ მუშათა კლასის ხმად აღიარებული იყო მოკლედ რა. ყოველთვის იყო ხალხის მხარის და სწორედ ეს ესაძლებდა ალბათ იმ მუს, რამაც ძალიან ბევრი ალბომი დააწერინა და პლუს ხალხს ამის გამო ალბათ კიდევ ძალიან უყვარდათ. ამ ალბომში მოკლედ დიდი რაოდენობით არის გამოყენებული fuse ეფექტები, რევერბერაცია, distortion-ი, ასევე ხშირად შეხვდებით აკუსტიკურ ბაღლამას ელექტროგიტარასთან ერთად, როგორც აკუსტიკური გიტარა, ასევე არის დრამის მძიმე პარტიები. ეს ალბომი არ არის იდეალურად ჩაწერილი, რაც ალბათ ლოგიკურიც არის იმ პერიოდისთვის და იმ რესურსებისთვის, რაც თურქეთში იყო, მაგრამ ერთ-ერთ აიკონიკ ალბომად ითვლება მაინც ანატოლიურ როკში. ზემოთ აღნიშნული ტრეკებს გამოვყო, ასევე რაც ჩემი ფავორიტი იყო, იაზ გაზეტეჩი იაზ. იაზ გაზეტეჩი იაზ. იაზ გაზეტეჩი იაზ. ინჩე და გიტმე, რომელიც თურმე ითქმის როგორც გიცმე და ნიშნავს ნუწახვალ. რიგით მეორე ალბომი, რაც აურჩი არის Okay Temizi და მისი ალბომი Drummer of Two Worlds. ეს ალბომი გამოვიდა 1980 წელს და ვეცდები ახლა მცირედ მოგიყვეთ თუ რა ტიპის არტისტია Okay Temizi და რატომ არ არის ეს ალბომი კლასიკური ანატოლიური როკის ჟანრში. დავიწყოთ იმით, რომ Okay Temizi არის პერკუსიონისტი და ცნობილია იმით, რომ უყვარს ხმებით ექსპერიმენტირება, სხვადასხვა ხმებს აგროვებს და შემდეგ მელოდიურად აალაგებს ისე, რომ ძალიან კარგი ჩანაწერები გამოსდის. ის დაიბადა 1939 წელს სტამბოლში და იზრდებოდა მუსიკოსების ოჯახში. მისი დედა იყო ნაჯიე თემიზი, რომელიც იყო კლასიკური თურქული მუსიკის შემსრულებელი და ბავშვობიდანვე მოკლედ ასწავლიდა მუსიკასთან ურთიერთობა. თემიზმა მუსიკალური განათლება მიიღო ანკარის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რაც უმნიშვნელოვანესია და ყველა უნდა იცოდეთ ალბათ. და ამის შემდეგ მან ასევე სტამბოლის სამხატვრო ინსტიტუტში ჩააბარა, სადაც აირჩია განხრა ინსტრუმენტების შექმნა, ესე ვთქვათ, და მისი მოდიფიცირება. უკვე 16 წლის ასაკში Okay Temizi უკრავდა პროფესიონალურად, ოღონდ არა რაღაც კარგ მუსიკალურ ბენდში, არამედ საცეკვაო მუსიკებს უკრავდა, რაც რუმბას, ჩაჩაშას და მსგავს ტიპის მუსიკას აფორმებდა პერკუსიულად. შესაბამისად, ამან მიცა ერთი დიდი პლუსი, რომ შეეძლო სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა, მათ შორის ერთ-ერთი იყო აფრიკის კონტინენტიც, რამოდენიმე ქვეყანას ესტუმრა და იქიდან მიიღო მოკლედ დიდი ინსპირაცია, რადგან რიტმული ბაზა და რიტმული რესურსი იქ ძალიან გაშლილი იყო და მოკლედ ბევრი რესურსი შეაგროვა ამ მოგზაურობებიდან. ის იყო
რიტმიკის შემგროვებელი. მე რიტმიკ მგროვიე. შემდეგ 1972 წელს სამხრეთ აფრიკელ მუსიკოსებთან ერთად არსებს ჯგუფს ხაბას. ამასთან ერთად მან შექმნა მისი fusion ensemble ცალკე, რომელსაც ერქვა Oriental Windy და ამ ჯგუფში უკრავდა დედასთან ერთად. დედამისიც მღეროდა ხან უკრავდა და მოკლედ თვითონ იხსენებს ერთ-ერთ ესეთ ფაქტს, რომ არ ვიცი რამდენად დაიჯერება, მაგრამ ადამიანი ესე ამბობს, რომ Oriental Windy-ის კონცერტზე მოვიდაო ჩემთან Miles Davis-იო და მითხრაო, რომ ძალიან კარგად უკრავდა, მინდაო რომ ეს იცოდეო. რაღაცის კაიში მართლა მოვიდა. წამლის ბრალია თუ უბრალოდ კარგად უკრავდა. ეხლა ცოცხალია, 86 წლის არის. უკაჩავს, აწურინებს, ესე ვთქვათ. ასევე თემიზმა დაარსა, მოკლედ, სამუსიკო სკოლა, რომელსაც ქვია რიტმის სახელოსნო და ასწავლის პერკუსიებთან მოპყრობას და იმპროვიზაციას რიტმიკულ ჭრილში. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ალბომს, ეს ალბომი გამოვიდა 1980 წელს. და პირველივე ჩანაწერიდან იგრძნობა თუ რამდენად ფართოდ გავრცელებული იყო ოკაის მელოდიურობა, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც ყველანაირ საუნდს შეხვდებით, მაიმუნების ყვირილის ხმიდან დაწყებული, ჩიტების გალობით დამთავრებული, ყველაფერი აქვს, მოკლედ ოღონდ ისე, რომ ეს რაღაც უხეშად ყურში არ გვხვდება და ძალიან მელოდიურად აღიქმება. ამ ალბომში ჩემი ფავორიტი სამი ჩანაწერია East Breeze, Penguin, რომელიც ხო ერთად აღმოაჩინეს, რომ Scarface-მა დასემპლა სიმღერაში I Mean და ასევე Ocean Roller. გვანიშნებს შუქი, რომ არ ოკაი თემისზე დავასრულოთ საუბარი. გირჩევთ, რომ აუცილებლად მოусმინოთ, ვისაც მოგწონთ შედარებით ექსპერიმენტალური პერკუსიული ჩანაწერები. სულ ეს იქნება იმას განათება გქონდეთ. 10 ლარის ფაგლებში თუ გაქვთ რაღაც ანათებს, ციცინათელების ვედროს რო გჩუქნია. გუნტარი, რო არ ანათებს ეგენ. მესამე ალბომი, რაც აურჩი არის დირია ილდირიმი და ჯგუფი შიმშექის ალბომი, სახელად Yarin Yaksa, რომელიც ნიშნავს თურქულად თუ ხვალინდელი დღე არ გათენდება. ეს ალბომი ჩაიწერა 2025 წლის მარტში და ვარჩიე რომ ამ სამი ალბომიდან ერთ-ერთი მაინც უნდა ყოფილიყო თანამედროვე, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ჟანრი რაღაც ხელახლა. მე გვენი ვარ, ძველებს რო ვარ. რა ის მე ვარჩი ეგად. ხო, ისიც აღსანიშნავია, რომ ელდირიმი და შიმშეკი ორივე ნიშნავს, ანუ ერთი ნიშნავს ჭექა ქუხილს, მეორე ელვას და რაღაცნაირად ეს მიქსი სინთეზს ქმნის, როგორც მათი მუსიკა. დერია თვითონ დაიბადა გერმანიაში, მაგრამ წარმოშობით არის თურქეთიდან, შესაბამისად ეს თურქული ეთნიკური მუსიკა ბავშვობიდან თანსდებდა. ერთ-ერთ არტ ფესტივალზე დერიამ გაიცნო მოკლედ ორი ფრანგი მუსიკოსი, ბასისტი და კლავიშნიკი, უნდა ვთქვათ, რომ keyboard. კლავიში გაიცნო, როგორ კლავი ნივთი გაიცნო შეჭამა, რა ქვია იმ წუთს უკრავს. ერთი უკრავდა ბას გიტარაზე, ხოლო მეორე უკრავდა კლავიშზე. გადაწყვიტეს, რომ გამოიყალებებინათ რაღაც ბენდი, რომელიც შეასრულებდა თურქულ მუსიკას, მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდათ, მათ შორის ის, რომ დერიამ ინგლისური არ იცოდა, არ ჭირდებოდა ამას არანაირი ენის ცოდნა, მუსიკალურ ენაზე ვებაასებოდით ერთმანეთს, ესე გადმოგცვა ქალბატონმა დერიამ და სხვა შორის ბანის გასაღები ჯგუფის პირველი ალბომი, რომელსაც ერქვა კარ იოღარი, ითარგმნა როგორც თოვლი მოდის, აღნიშნეს თვითონ არტისტებმაც, რომ ძალიან დიდი რეფერენსი იყო აღებული აი ამ თურქული ხალხური მუსიკიდან და თითქოს მათი ჟღერადობა ჩაკარგული იყო მოკლედ ამ ნაწილში, ინდივიდუალიზმი საერთოდ არ ჩანდა და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ აი ეს ბოლო ალბომი რაც გამოუშვეს, მაქსიმალურად გათანამედროვებულია, უფრო ფანკ ელემენტებიც ბევრია, ბევრი ფიუჟენია და ბევრად უფრო გადმოსცემს მოკლედ ამ ჯგუფის იდენტობას. ამ ალბომიდან გამოვყოფდი ორ ჩანაწერს, Hop Bicho, არ ვიცი, რომელიც ითარგმნება Hey Bicho ქართულად და Cool Hands. ჩემი top 3 ალბომი ესე გამოიყურებოდა, იმედია რომ მოგეწონოთ. ან არ მოგეწონოთ. მოკლედ ეს იყო ჩემი top 3 ალბომი, ეხლა კი ედი შემოგთავაზებს მის ტრიომანდილურ სამ წინვალი ალბომს. სანამ ტრიომანდილზე გადავალთ, გონორაბლე მენსიონები
მინდა ასევე ვახსენო ალბომები, რომლებიც სამწუხაროდ ვერ მოხვდნენ ამ ტრიოში და აუცილებლად მინდა რომ ვისაუბრო. პირველი პირველი არის ტულაი გერმანის ბურჩაკ ტარლასი. როგორც ყოველ ბურჩაკ ტარლასი. როგორც აღნიშნე, ერთ-ერთი შენი საყვარელი ტრეკია. ერთ-ერთი არა, ერთადერთი სხვა მეზიზგება ყველაფერი. ალბათ არა. ყველაზე მეტად ამას უსმენდი რა. ეს ანუ ალბომი ეს არის ტულაი გერმანის ბურჩაკ ტარლასი. ამ ალბომში სამწუხაროდ სხვები ეგეთი მასიური მნიშვნელობის არ იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ზოგიერთი რაღაც გალობასავით არის. რამდენიმე მაქვს მაინც დალაიქებული 3 ტრეკი, 6 ტრეკი, თუმცა ბევრი ტრეკია ძალიან 20-ია და შემდეგი ალბომი, რომელიც ვერ მოხვდა სამეულში არის ჯემ კარაჩას იოქსულუკ კადენ ოლამაზ. ეს ალბომი არის კიდევ ერთი გრანდიოზული ალბომი გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერ ტრეკს, რომელსაც რთავ 45 წამის განმავლობაში ვერ ხვდები რა ტრეკია ჩართული. იმიტომ რომ ყველას ერთი და იგივე შესავალი აქვს. და ეგეთი ალბომი არსად არ შემხვედრია ისტორიაში, რამდენ ალბომზე მაქვს. დემო გვაქვს ერთი 30 და ინტროები არ ვიცი თუ მოხვი გავიშვით. არა, ძალიან თესლა და ნახე ეს შესავალია ყველაში რა. 30 წამის მერე ამბობს ტრეკის სახელს, რაც პირველად გებულობ რას უნდა. Madeno Chagan Divinde. და Mareno Chagan Divinde. ესეც გენიალური ალბომია, ჯემ კარაჩა, ისედაც ვახსენეთ რომ ერთ-ერთი ფუძემდებელი არის საერთოდ ამ ჟანრის. კიდევ ერთი ალბომი, რომელიც აქ ვერ მოხვდა სამწუხაროდ, არის ნურ იოლდასის სულთანი იეგაჰე. ანუ ეგრე ამბობს თვითონ იეგაჰარი შეიძლება. ბარი მამასაც ვიტყვი ერკინ კორაის შაშკინი. ბარიშ მანჩოს ჰალჰალიც. ეს უეჭველი უნდა ჩავთვით. ბევრი კავერი არსებობს ამ ტრეკის და ეს ერთ-ერთი კარგი. ჰალჰალ. ჰალჰალ. 90-იანების ქორწილებში რა მაგრა გაასწორებს. მინდა რომ ვიღაცამ სეფა გამიშალოს. საოცრება და ამის მერე დონენჩე არის, ან დონენჩე ალბათ ყველაზე მეტად გავრცელებული ტრეკი არის რეაქშენ ჩენელები რომ ნახე, ვინც ანატოლიან როქს უსმენდა, დონენჩე აი უეჭველი უგდებენ ხოლმე ტიპები რა. ამას მოსვენი. დონენჩე. ეგ არის გონორარული მენსიონები. ეხლა გადავიდეთ ჩემ პირველ ფავორიტ ალბომზე ამ სამიდან. პირველი არის ბულენდ ორტაჯგილ ბენიმლე ოინარ მიშინ, რომელიც ნიშნავს Will you play with me? გამოვიდა 1974 წელს. ბულენდ ორტაჯგილი არის ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ქონდა გათვლილი მისი მუსიკა მასობრიობისთვის. არც უნდოდა დაჟე გამოშვება. და იმდენად უმნიშვნელო იყო მისთვის ეს ალბომი, რომ თავიდან, როდესაც რეკორდ ლეიბლმა გამოუშვა, უთხრა რომ მხოლოდ ბულენდ დაწერეო რა. ორტაჯგანი არავინ არ იცოდა ვინ იყო საერთოდ ეს ადამიანი. და ეს ალბომი იმდენად აცდენილია იმ ფსიქოდელიურ და ფიუჟენ ასპექტს, რომ უფრო აი გიტარა, ზოგჯერ დრამი, ზოგჯერ ცოტა იქით რაღაც ბასი, მაგრამ აი უფრო ეს ბაღლა, როგორ არის ბაღლამი თუ ბაღლა რა. საზი ხო? ხო, საზი. იქაური ფანდური, გიტარა და ბულენდ ორტაჯგილი იყო ადამიანი, რომელიც უბრალოდ სახლში იჯდა, თავის რაღაც ტრეკებს აკეთებდა და ერთ დღეს მისმა მეგობარმა უთხრა, რომ არ გინდაო ამ რაღაც მუსიკებისგან რომ ერთი ალბომი გამოსცეო და ნუ აიო შეჩევა. აიო რა. თან ტიპიან მუშაობდა, ფულს ვერ შოულობდა, ამით იცოდა რომ მუსიკით ფულს ვერ გააკეთებდა თურქეთში მით უმეტეს და
გამომდინარე ამ ყველაფრიდან სამსახურს გადამკვდარი ზოგჯერ სახლში რომ მოდიოდა და იჯდა და რაღაცებს წერდა რა თავისთვის განსხვავებულ მელოდიებს აკეთებდა. ეს ალბომი როდესაც გამოვიდა, სულ მე მგონი 3 თვეში გაიყიდა 200 პრესი ამ ალბომის და ეგეთი ხუმრობაც კი არსებობს, რომ ამ ალბომს არავინ არ მოусმინაო და იმათმაც არ მოусმინოს, ვინც რექორდ ლეიბლში მუშაობდაო რა. და ბულენ ტორტაჭკილის გენიალურობა ამ ალბომში ის არის, რომ ზედმეტად ვერ ვიტყვი რატოა ზედმეტად ემოციური არის იმ დონეზე, რომ შენს გაგრძნობინოს, მიუხედავად იმისა, ხშირად ახსენე, რომ თურქული ხო არ მესმის. მესმის რაღაც სიტყვები მხოლოდ ზოგიერთის მნიშვნელობა ვიცი, მაგრამ საერთო ჯამში არ ვიცი და მიწევდა ხოლმე აი ეს დასერჩვა Google Translate-ი და ვნახოთ აბა რაზე მიხერისო და ემოციურია ძალიან ეს აი ვოკალზე და ელემენტარულ ინსტრუმენტალზე არის აწყობილი მთელი ალბომი. თუმცა მომენტებში არის 2 ტრეკი, რომელშიც ქალის ვოკალი გვხვდება და ჩემი ფავორიტი ტრეკებიც ეგენი არის იმ რამდენიმესთან ერთად, სახელებს ესე ვერ გეტყვით ზეპირად. ალბომი იწყება გუნია იდინით, რომელიც Good Mornings ნიშნავს და მართლა რაღაც დილამშვიდობისა ტრეკია, იმიტომ რომ ალბომი რამდენჯერაც ჩავრთე, ეს ტრეკი ვერ დავიმახსოვრე. თითქოს რაღაც უმნიშვნელო შესავალივით არის და ყოველთვის ეს რას უსმენ თქო ეს შეგრძნება მქონდა ეგრევე მეორე ტრეკიდან რა კედელირიდან ყველაზე პოპულარული მისი რაც არის ომალიმი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრეკი რაც მისი არის ესა ოლმალიმი ოლმამალიმი 2 ტრეკი არის რომელიც მინდა რომ ვახსენო ეს არის სუნა აბლა ნიშნავს დიდ დას older sister короче ეგეც რაღაც 6-4 ხმებივით არის და ყველაზე კარგი ალბათ ამ ალბომში რაც შემიძლია გირჩიოს რითაც შეიძლება რომ დაიწყოთ არის იაღმური არის წვიმა და აი ის თუ 6-4 არის ეს არის ცოტათი უფრო სევდიანი 6-4 პლუს ანგელოზების ხმით ხო ამ ალბომზე კიდე ვიტყოდი იმას რომ ეს ალბომი გახდა თითქოს აი ინტროვერტების საყვარელი ალბომი გამომდინარე იქიდან რომ არის სევდაზე, სიყვარულზე, ტკივილზე და ეგეთ რაღაცებზე დაფუძნებული და მაგიტო შეარქვეს ეგრეთ წოდებული ინტროვერტების ალბომი. ასევე ბულენ ტორტაჭკილი თვითონ აკეთებდა ყველაფერს აბსოლუტურად, სანამ უკვე იმენა ჩაწერაზე არ მიდგა ჯერი, ყველაფერს თავისით აკეთებდა რა, ყველა ინსტრუმენტის რაღაც იდეები თავში მოდიოდა და შემდეგ აწყობდა, ალაგებდა და ბოლოს უკვე ჩასაწერად, როდესაც მივიდა, მან გაიტანა და მან დაიხმარა, ესე ვთქვათ, ხალხი, რომლებიც ესე ვთქვათ, იმდროინდელი, ანუ მაშინ არ იცოდნენ, რომ სუპერ გრუპი იყო რეალურად. ხო. მიუხედავად იმისა, რომ მეტჯერ აღარ ქონიათ ჩაწერის ბედნიერება. ინსტრუმენტალისტები იყვნენ, ხო? ხო, პროსტა მოიყვანა და ყველა გახდა რაღაც წარმატებული, გრანდიოზული თავის ინსტრუმენტში. ეს კაცი დღემდე ცოცხალია. ეხლა არის მგონი 50-ში დაიბადა. არა, 76 წლის არის მგონი. დღემდე იგი ასრულებს მუსიკებს თურქეთში, აქვს ლაივები, აქვს ცალკე ესე შეკრებები, სადაც ხალხი მიდის, თავიანთი ვინილები მიაქვთ, ხელმოწერები ის. მოკლედ ბულენ ტორტაჭკილი და ეს ალბომი ჩემთვის არის ემოციური სიმშვიდე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ტექსტი არ გესმოდეს, ძალიან კარგი მოსასმენია რა ყურისთვის. ბულენ ტორტაჭკილზე ერთ რაღაცას დავამატებდი კიდე, რომ ყველაზე თურქი პიროვნება, სახეზე რო შეხედავ, ეგ არის იმენა თურქი. გენეალოგიური ხელით. ბარიშმანჩოს რო შეხედავ, შეიძლება იფიქრო, რომ შეიძლება ირანელიაო კაცო ან რაღაც ეგეთი, ანუ იმენა თურქი არა. ბულენ ტორტაჭკილი ზუსტად თურქია რა. თან ბევრი აკრიტიკებდა იმის გამო, რომ რაღაც უჟმური ტიპიაო, არ უყვარსო ხალხთან საუბარი არა და რეალურად ეგეთი კაციც არაა. პროსტა მაინც ეს სიამაყე, თურქული სიამაყე რო აქვს რა, რაც მეზიზღება მე. თურქული სიამაყე როგორია? ბიჭო, აი სახეშეკრული ეს აკროულაში აქვს დატოვებული, ცოტა გასიებული, ცოტა შაურმა ნაჭამი რაც. აი შემოვიდა საგიყურებდეს თურქი. მე რაი, მოდი აქ მეორე ალბომი არის ფიკრეთ კიზილოკის ზამან, რომელიც გამოვიდა რუსის თქმა გინდოდა რა. ზამან. ეს მიყვარს რა.
ბიჭები რო ვიკრიბების სუფრაზე სიმონ, ამით პირველი სადღეგრძელო ფიკრეთ კიზილოკის სადღეგრძელოს ვამბობთ. ბულენტის არ ვამბობთ, იმიტომ რომ თურქი და უჟმური იყო. 1993 წელს გამოსული ფიკრეთ კიზილოკის ალბომი, რომელიც ასევე სიმშვიდე და რაღაც folk pop განხრაში უფრო გადადის, თუმცა მაინც აღიარებული ანატოლიური როკის ერთ-ერთ სიმბოლო და ერთ-ერთ კლასიკად, იმიტომ რომ ასეთი ალბომი არავის არ გამოუშვია და მოდი ესე ვიტყვი თავიდანვე რომ თუ ბულენტ ორთაჭკილის ალბომი იყო ემოციური გონებრივი რაღაც დატვირთულობების გადმონთხევა, იმის თქმა დამავიწყდა რომ ბულენტი ამბობს სუდოკუს თამაშს ვამსგავსებო ალბომის წერას. იმიტომ რომ ყოველთვის ისე ვალაგებო მას რა ქვია ნოტებს და სიტყვებს, რომ სხვა რაღაცას ვეღარ ჩასვამ, რომ ისევ სწორი გამოვიდესო რა საბოლოო ჯამში, როგორი ხო ეთყობა რომ იმენა რაღაცნაირი ფიკრეთ კიზილოკი არის ბევრად უფრო ემოციური, უფრო ცნობილი როგორც აი იეტერკი პირველი ტრეკი რომელიც ალბომში გვხვდება, იეტერკი არის მისი ყველაზე ცნობილი ტრეკი და ეგეც არის სიყვარულზე, რის გამოც შეიძლება ეგრევე იფიქრო, რომ მთელი ალბომიც სიყვარულზე და რაღაც რომანტიკაზე არის, მაგრამ არა, ეგრეც არ არის რა, აქ ბევრი სევდა და ბევრი ტკივილი არის გამომდინარე მისი იქიდან თუ რა გადაიტანა ცხოვრებაში. მოდი ვთქვათ რა გადაიტანა, მოდი. რა გადაიტანა? მისი გრეხების გავიხსენოთ. მისი გრეხი გავიხსენოთ. ხო, სკოლიდან დაწყებული, მოკლედ სკოლაში, როდესაც დაიწყო უკვე მუსიკების შესრულება, მისი ხმა საოცარი არ იყო, მერე დაიწყო ამ ხმაზე მუშაობა. მაგრამ ეგრევე მოწონება დაიმსახურა. მერე წავიდა კიდე რაღაც ესეთი ჯგუფი გააკეთა, ამ ჯგუფშიც რაღაც წარმატებას მიაღწია და როგორღაც მოხდა ისე, რომ ფიკრეთ კიზილოკი მიდის იმ გამახსენს სახელი აშიკი. ბრმა აშიკი, რომელიც მთებში ცხოვრობდა, ამ ტიპს აკითხავს. ეს თავისი ფანდური ის აშიკია ხო და აი ეგ არ ვიცი, მაგაზე ვფიქრობდი შეროყვებოდი. ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ანუ არ ვიცი ხო ერთი და იუპიოს ცხოვრობენ თუ არა ვაფშე, მაგრამ ამაზე ცნობილი არავინ არ იყო რა. ხო და შეიძლება მაგასთანაა წასული რა, მინდოდა მაგის თქმა სხვა შორის და იმიტომ რომ ეს კაცი ძალიან მოხუცი იყო უკვე. და ფიკრეთ კიზილოკმა ააკითხა თაზე, იქ რამდენიმე თვე იცხოვრა, ამ კაცს ანახებდა თავის სხვადასხვა იმას რა, ინსტრუმენტალებს. და ეს კაცი თავის პოემებს კითხულობდა, მე თვითონ არგებდა ამ პოემებს. მოკლედ ფიკრეთი იმდენად შეყვარებული იყო მუსიკაზე და იმდენად უნდოდა რომ თავისი განსხვავებულობა და ეს ფოლკლორი შეერია იმ ფსიქოდელიურ გიტარულ რაღაცეებში, რასაც მოიცავს ანატოლიური როკი, რომ ვიღაცას მთაში მიაკითხა და იქ რამდენიმე თვე მასთან ერთად ცხოვრობდა. დაიწყო მუსიკების კეთება, თუმცა როდესაც ალბომი რაღაც სახის ალბომი EP გამოუშვა მგონი, შემდეგ ის ადამიანი გარდაიცვალა. ეს მოხუცი კაცი ვისთან ერთად მუსიკებს აკეთებდა, მუსიკებს წერდა ხო აშიკი. იმდენად ემოციური ტრავმა განიცადა ტიპმა, რომ გადადო ყველაფერი საერთოდ, მიმოისროლა ეს თავისი ინსტრუმენტები და მე მგონი 5 წელი თუ რაღაც არაფერს არ აკეთებდა საერთოდ რა. თვითონ როგორც ვიცი, ექიმი იყო. რომელი განშტოების არ მახსოვს, მაგრამ ექიმი იყო და თავის პროფესიას მიეყო ხელი. მაგრამ მოდი მის მთავარ გრეხს დაუბრუნდეთ და დაუბრუნდეთ იმას, თუ როგორ სარგებლობს და ისი გასროლებით. რატო არ უნდა ენდოქალს? ბარის მანჩომ ცოლი რომ მოიყვანა, ხო წამოვიდნენ თურქეთში. ქორწინებიდან 40 დღე იყო გასული და 40 დღეში რატომღაც დაშორდნენ ერთმანეთს. არავინ არ იცოდა რეალურად რა იყო მიზეზი, თუმცა როდესაც ბარისიც და ფიკრეტიც გარდაიცვალა, მათი საერთო მეგობარი ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, რომ ფიკრეტს ბარისის ცოლთან ჰქონდა ურთიერთობა და ერთად დადიოდნენ სამოგზაუროდ რაღაც საკემპინგად, ისინი მიქონდათ კარვები და რაღაც ანუ ჰიპი სტილში გადაწყვიტეს თითქოს ცხოვრება, მაშინ როდესაც ბარიში წასული იყო სამოგზაუროდ. ფიკრეტს და ბარიშს მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე სკოლის პერიოდშიც ბარიშ მანჩომ ფიკრეტი წამოიყვანა და თავის ბენდში შემოუშვა, უთხრა რომ აგერო ესა და ეს აკეთეო, ეს და ეს განავითარა მოკლედ რაღაცები ასწავლა, ხო აღზარდა ტიპმა ეგეთ კონჩი და ამან კაროჩე იპროჭა და ადგა და და ნუ ისე მოხდა რომ ფიკრეტი მერე ამ ქალს მარია კლაუდს დაშორდა რაღაც დროის შემდეგ, დიდი ხანი არ იყვნენ ერთად, მაგრამ თურქი არ იყო ხო ეს ქალი ალბათ? არა, ეს ქალი ბელგიელი მოდელი იყო. ხო. რომელიც მოგზაურობისას გაიცნო ბარიშ მანჩომ. ძალიან რო არ გაგვიგრძელდეს ეს ისტორია,
და საერთოდ ალბომზე ვყვებოდი, მაგრამ პირად საქმეში შევიჭრე. ფიკრეტის და ბარიშის კოლაბი რო არ მომხდარა და ეს ორი ლეგენდარული მუსიკოსი რო ერთად რაღაცას არაკეთებდა, ეს ყველაფერი არის იმ ქალის ბრალი, რომ რაღაცა თავის დროზე თავი ვერ კაროჩე ვაფშე. თუ არ გინდა რას მოყვებოდი ვინც ხარ თუ 40 დღეში თუ შორტები და ცოტა ერთი წელი გაიტანა გააწურინე. რა ვიცი მართლა. ჩემ ფავორიტ ტრეკებს ვიტყვი. პირველივე ტრეკი საოცრება Yeterki, რომელიც ნიშნავს წესით if only ან ზოგჯერ as long as you love me თუ უფრო განგრძობითი და რაღაც ზედმეტად ემოციური გვინდა შევძინოთ. Zaman ძალიან კარგი ტრეკი არის. Oisaben თუ რა ოყსაბენ Oisaben top კიდევ ერთი ტრეკი Sevda Chichegi, რომელიც შემდეგ როკ ბენდმა დააკავერა Morve Otesi ქვია ამ ბენდს და რაღაც ახალი სიცოცხლე შეძინა ფიკრეტის სიკვდილის შემდეგ და აქვე არის ტრეკი იგი პარჩაჯან, რომელიც ქართულს წააგავს ძალიან ამის თქმაც მინდოდა. ფიკრეტ კიზილოკი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც 50000 თურქული ლირა დააწესეს ჯარიმად თავისი რაღაც პერფორმანსების გამო და კიდევ ამ ალბომთან დაკავშირებით რაც აუცილებლად სათქმელი არის. ფიკრეტი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ბარიშ მანჩოს ტოპ ტრეკი რამდენიმე თვის განმავლობაში რო ჩარტებზე ნომერი 1 იყო, ფიკრეტის სინგლი იყო ერთადერთი, რომელმაც გადაასწრო და პირველ ადგილზე ავიდა და ბარიში ჩამოუშვა ქვევით. აქედან ცოლი წაართო, აქედან კაროჩე გაანადგურა ტიპი. ფიკრეტი სამწუხაროდ დაიღუპა გულის შეტევით. მეორეჯერ როდესაც დაემართა. მეორეჯერ როდესაც დაემართა, მაშინ უკვე ვეღარ გაუძლო გულმა და ასე ვთქვათ, კარმამ თავისი წაიღო. კარმამ თავისი აიღო, ჩმაცად ინგლისურად. Yeterki sen selbini. მე სუფრაზე მეორესაც დავიზრდელოს. უნაკლო. შემდეგი ალბომი, რომელზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის Uchiurel. რაც იმას ნიშნავს, რომ უჩ არის 3 და ჰიურელ ღმერთმა უწყეს სამი ძმები არიან, მოკლედ უჩიურელი, რომლებმაც დაარსეს ბენდი. სამივე სახელს ეხლა ვეგეტყვით, იმიტომ რომ ზეპირად მახსოვს, აი კამერას არც კი მოვაშფოწყვეთ თვალს. ეს არის Onur, Feridun, Haldun. ესენი არიან ჰიურელ ძმები, რომლებიც ტრაბზონში დაიბადნენ, თუმცა რაღაც ოჯახური პირობების გამო მოუწიათ ოჯახური ბიზნესის გამო მოუწიათ რომ გადასულიყვნენ საცხოვრებლად სტამბოლში, სადაც დაიწყეს მუსიკის კეთება უკვე 60-იანებიდან. უჩიურელი იმიტომ ავირჩიე და იმიტომ ჩავსვი მესამე ალბომად, რომ ყველასგან განსხვავებული არის ანუ ფოლკი არ განიხილება, არც რამე სხვა, მესმის ფსიქოდელია რაღაც, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ ძმებიდან ერთი, რომელიც ვოკალისტი იყო, ძალიან კარგი ხმა ჰქონდა, ეს ტიპი ადგა, მამამისთან ერთად გააკეთა სპეციალური ინსტრუმენტი, რომელიც იყო ამ მისი რა ქვია, ბაღლამას თუ საზის და გიტარის, ხო, ის რო ორი გრიფი რო ჰქონდა, ორი ყელი ჰქონდა მოკლედ რა. ეგეთი რაღაცები, არ ვიცი, იშვიათად ხდება ხოლმე რა. ეს კი, თვითონ და მამამისმა რაღაც DIY პროექტი ააწყვეს. აღარ უწევდა ტიპს რაღაც ინსტრუმენტების გამოსვლა, ხელში ეჭირა ერთ ინსტრუმენტი და ხან აქედან საზს დაუკრავდა, ხან აქედან გიტარას დაუკრავდა და იდეალური ვარიაცია იყო შესაძლებლად და ხმებით ძალიან კარგი გამოდიოდა. იმის ხსენება დაგვაუწყდა, რომ ერკინ კორა იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ეს საზი, ეს ბაღლამა ელექტროდ გადააქცია. და უკვე უჩიურელმა ეს რაღაცეები, ინფორმაციები ალბათ გამოიყენა, რომ უკვე თავიანთი homemade ინსტრუმენტი გაეკეთებინათ. ხოლო მეორე ძმა დავიდა სპილენძის ქარხანაში, სადაც ვიღაც ოსტატს მიადგა და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვეულებრივი დრამის ხმები არ მოსწონდა მას და რაღაც განსხვავებული უნდა და დრამის ახალი კონსტრუქცია და ახალი თეფშები ამ კაცს ააწყობინა, რომ თავისებური ხმები გამოეძერწა ამ რა თავისებური ოკაი თემის მარად გააკეთა და ხო, რაღაც ანალოგიურ გზას გაყვა მოკლედ. შესაძლებელია ამ ორი ის რა ქვია, ადამიანის დაკავშირება ერთმანეთთან. იმით რომ ორივე თურქია თორე, ხო? და ორივე
ეს სტანდარტული დრამები პოხვია, ჩვენ რთულ გზას. კარგით, ჩემ ფავორიტ ტრეკებზე მინდა ვისაუბრო, სახელები გიც. Sevenler Alarms ეს არის პირველი ტრეკი და ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი. უკარგესი შესავალია ამ ტრეკს მოისმენ და ხვდები დაახლოებით რა გელოდება მთელი ალბომის განმავლობაში. მეორე ფავორიტი არის გონულ საბრეილე. რა? გონურ საბრეილე. ესაა, короче. ალბათ საუკეთესო ტრეკი ჩემთვის ამ ალბომში არის Yara. ასევე არის Harami კიდევ ერთი და Kuchuk Yaramaz. Kuchuk Yaramaz, Anushtamena, Kuchuk Yaramaz, Anushtamena. ბავშვობის სათამაშოები რო იყო. ნიკელოდიონის შესაძლებლად მულტფილმის. ასევე უჩიურელის გამორჩეულობას კიდევ ხელს უწყობს ფაქტი, რომლის თანახმადაც ეს ძმები წინააღმდეგები იყვნენ, რომ რაიმე სახის ქავერები გაეკეთებინათ. ქავერებს არ მღეროდნენ, სხვის რეპერტუარიდან არასდროს არ ასრულებდნენ რაღაც ტრეკებს და ყოველთვის, როდესაც ერთად იკრიბებოდნენ, ცდილობდნენ, რომ რაღაც ახალი ხმები შეექმნათ. უჩიურელის ტრეკი, როგორც ვახსენე, ერთ-ერთ საუნდტრეკად არის გამოყენებული 2013 წლის ფრანგულ ფილმში. ვეცდები, რომ YouTube-ის პლეილისტში ჩავაგდო ეგ ტრეკი, რომ მარტივად მისაგნები იყოს და ხო სხვა ბევრი სალაპარაკო რეალურად ამ ბენდზე არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ჩემი აზრით წმინდა ანატოლიური როკის ჟანრის კლასიკა. ჟანრის კლასიკა რა. მე მგონი სულ ეს იყო თავში რაღაცები მიხიცინებს, რაც შეიძლება კიბო იყოს. მაგრამ ხო, რაღაცები აშკარად გამომშვა, თუმცა ჩემი აზრით რაც აუცილებელი იყო, თქვი უჩიურელზე და თუ ესე ვთქვათ, ბულენ ტორტაჭგილი არის ტვინი ამ ანატოლიური როკის და იქ სუდოკუ და რაღაცეები და ესე აკეთებდა და თუ ფიკრეთ კიზილოკი არის სული და ამ რაღაც ემოციებს გამოსცემდა, მაშინ რადგან სხეულის იმით წავედით უჩიურელი მინდა ვიცოდი რაღა. უჩიურელი იქნება ალბათ კიდურები გამომდინარე იქიდან, რომ თავიანთი ხელებით აწყობდნენ ინსტრუმენტებს. ჰაუ, როგორი რაღაც შედარებული ეს იყო ჩემი სამაია, ეს იყო ჩემი სამყურა ვაშლი და ეს იყო ჩემი სამან ბულენ ტორტაჭგილი, ფიგრეთ კიზილოკი და უჩიურელი ხურავს არაჩვეულებრივ ეპიზოდს. თუმცა არასდროს დავივიწყოთ ტულაი გერმანი და ბურჩაკ დარლასე. სულ ეს იყო მეგობრებო, ჩვენი ეპიზოდის დასასრული მოგვიახლოვდა ზურგზე და ზურგს გვიფხანს, ეხლა სწორედ ამიტომ ვარ წინ წამოწეული. კიდევ ერთხელ გამცნობებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ არ ვართ რაღაც პროფესიონალი მკვლევარები და მიხვდებოდით, რომ თურქებიც არ ვართ. ყოველ შემთხვევაში მე მაინც. შესაბამისად, თუ ვინმეს რაღაც განსხვავებული ინფორმაცია გაქვთ, თუ რაღაც არასწორად ვთქვით, შეგიძლიათ კომენტარებში დაგვიწეროთ და აგვიხსნათ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი ანატოლიური როკის მსმენელი და მოყრილი მცოდნე არის საქართველოში, რომელიც აუცილებლად ნახავს ამ ვიდეოს YouTube-ზე. ამავდროულად კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თუ აქამდე მოხვედით და გვიყურებთ და წინა ეპიზოდებიც რა თქმა უნდა ნახეთ, იმიტომ რომ თუ არ ნახეთ. შანსით ძალიან ცოტა არის ეგეც ვთქვათ. არა, იმ ადამიანებს მოუხადოთ მადლობა, რომლებიც იმექს კაც. მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის კიდევ ერთხელ. მადლობა რომ არსებობთ ჩვენ ცხოვრებაში, გვასაპორტებთ, გწერთ ხოლმე რა შვებით შემდეგი ეპიზოდი როდის იქნებაო. ამას ხუმრობით არ ვიძახი. მომენტ რატო გავაკეთე ამის კლარიფიკაცია, მე ჯამბაზი ვარ და რა. მოკლედ, მადლობა რომ 1 საათის განმავლობაში ორავად ყოფს უყურებთ, როგორ საუბრობენ აბსურდულ თემებზე, რომელიც შეიძლება საერთოდ არ გაინტერესებდეთ. კარგი იქნება თუ ვინმეს არ გაქვთ subscribe-ზე დაჭერილი დააჭიროთ და რადგან ბევრი გამოხმაურება არ მოყვა ჩვენ გათამაშებას არც ზურგის საფხანზე და არც მაისურზე. სანამ 5 ადამიანი მაინც არ შეგროვდება, რომელიც #მე ვარ ჩანგური ეს დაწერს კომენტარებში, იქამდე არ მოხდება სამწუხაროდ მაისურის გათამაშება. დიდი მადლობა მოკლედ თუ გვიყურეთ და იმედი მაქვს თუ გვიყურებთ. მომავალ ეპიზოდამდე
მომავალი ეპიზოდი იქნება იგივე შუალედში, რა იქნება არ ვიცით, არ ჩვენს უახლოეს პერიოდში მოვიფიქრებთ, ირანული გავაანალიზებთ, სპარსული, როგორც იქნა დავასრულეთ ვიდეოს ჩაწერა, მოგიახლოვდით გენგსაინებით და ასევე ძალიან გთხოვთ ვინმეს 8 გიგაბაიტი DDR4 ოპერატიული თუ გინდათ, ფასები მომატებულია და იქნებ გავყიდოთ ეს და მე განათება ვიყიდოთ. რომელიც როცა უნდა ცივად ანათებს, როცა უნდა თბილად, როცა რენდომაიზერი უყენია, ასე ვთქვათ. სპარსულ ძროხას მე კი უბრალოდ გოსნობ ოთახს. სიბნელეში ვარ, შორით ბავშვი ვარ და წაქცეული დასჭი ვარდი ვარ. Aklım şaşırdı.